ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა, რასაც საზაფხულო სასახლე გვთავაზობს. სასიარულო მართლაც ბევრია. ერთი სრული დღე ყველაფრის სანახავად და მშვიდად მოსავლელად გეყოფათ თუ არა, ცოტა ეჭვი მეპარება ამაში. გზად ასეთი ბანერებია და გზის გაგნებას მარტივად შეძლებთ. ესეც მთლიანი კომპლექსის რუკა. ჩვენ კი აი აქ ვართ ახლა. მართლაც უზარმაზარია აქაურობა არა და აი მოვედით კომპლექსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილას. მოგესალმებით მსოფლიოში ყველაზე გრძელი დერეფნიდან. აი ასე გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე გრძელი დერეფანი, რომელიც ჩინეთში, საზაფხულო სასახლეში მდებარეობს. მისი სიგრძე 728 მეტრია. დერეფანი ყვავილოვანი და ზღაპრული ფერწერითაა მორთული, რაც მას ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური არქიტექტურული შედევრის სტატუსს აძლევს. მასიური ხის კონსტრუქცია და კედლებზე ასობით ფერწერული კომბინაცია, რომელიც ასახავს ჩინეთის ისტორიულ მითებს, ლეგენდებს, ბუნების სილამაზესა და კულტურულ პეიზაჟებს. გრძელი დერეფანი იმპერატრიცა ციშის პერიოდში შეიქმნა მე-18 საუკუნეში და მისი შექმნის მიზანი იყო იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სასახლის სხვადასხვა ნაწილს შორის სხვადასხვა ამინდის მიუხედავად კომფორტულად გადაადგილება. ასევე ბუნების სილამაზის ტკბობა სეირნობისას. ესეც კუნმინგის ტბა, რომელიც საზაფხულო სასახლის ერთ-ერთი განსაკუთრებულად ლამაზი სანახაობაა. იგი ხელოვნური ტბა, მისი მაქსიმალური სიღრმე კი 3 მეტრია. კუნმინგის ტბა პეკინის საზაფხულო სასახლის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე ცნობილი ნაწილია. ტბა, რომლის ფართობით დაახლოებით 2.5 კვადრატული კილომეტრია, როგორც უკვე გითხარით, ხელოვნურადაა შექმნილი და წარმოადგენს იმპერატორის და მისი ოჯახის წევრების დასვენების ადგილს. თავდაპირველად ეს იყო წყალსაცავი, რომელიც ქალაქს წყლით ამარაგებდა და ასევე მინდვრების სარწყავადაც გამოიყენებოდა. ტბის გარშემო კი მდებარეობს უამრავი ისტორიული ნაგებობა, მორთული ბაღები და ხიდები, ხოლო ტბაში რამდენიმე პატარა კუნძული. ეს კი ერთ-ერთი ულამაზესი ხიდია, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. 17 თაღიანი ხიდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ხიდია. იგი 150 მეტრის სიგრძისაა და მისი სახელწოდება თაღების რაოდენობიდან გამომდინარეობს და ჩინურ სიმბოლიზმს ატარებს. გეტყვით, რომ რიცხვი 17 ჩინურ კულტურაში ასოცირდება ბედნიერებას, სრულყოფილებასა და ჰარმონიასთან. აქაურობა ნამდვილ სამოთხეს გავს, მომაჯადოებლად დამამშვიდებელი და ზღაპრული გარემოა. აქ შეგიძლიათ გაისერნოთ ნავით, ან უბრალოდ ისეირნოთ სანაპიროზე და დატკბეთ ულამაზესი ხედებითა და მზის ჩასვლით, რომლის კადრებსაც ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად შემოგთავაზებთ. აქვე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივებს ტურისტის დანახვა ძალიან უხარიათ. ხშირად მოდიან ჩვენთან სელფის გადასაღებად. განსაკუთრებით ჩინელ ბავშვებს უხარიათ ელეს დანახვა. მოდიან, ეკონტაქტებიან და ფოტოს გადაღებას თხოვენ. უსაყვარლესები არიან. გზად აი ასეთ პატარა მაღაზიებსაც შეხვდებით. მოდი შევიდეთ და ცოტას დაგათვალიერებინებთ. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ტრადიციული სუვენირები, ასევე ტკბილეული ვიზუალს რაც შეეხება. ყველა ისია გაფორმებული, ტკბილი სულ რომ არ გიყვარდეს ყიდვას მოგანდომებს. არჩევანი თავადაც ხედავთ, რომ არის უდიდესი. თვალები ამიჭრელდა. არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვებს ვერ ვპოვლობ, აქ სეირნობა წარსულში მოგზაურობას გავს. ყველაფერი ისეთი ლამაზი, ფერადი და მდიდრულია, ჯერ კიდევ მიჭირს ბოლომდე გააზრება. ნამდვილი სამოთხეა. ბოლოს კი როგორც იქნა მოვადექი ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულს, საიდანაც ულამაზესი მზის ჩასვლის ნახვაა შესაძლებელი. შევამჩნიე, რომ ხალხი ნელ-ნელა გროვდებოდა